10 სხვადასხვა იტალიელ ბებიას რომ მკითხო, თუ როგორ კეთდება იდეალური ტირამისუ, 10 სრულიად განსხვავებულ პასუხს მიიღე. ტირამისუ უკვე დროში და სივრცეში გამოცდილი დესერტია და დღეს ჩვენ გავაკეთებთ ორნაირ ტირამისუს, დროში და სივრცეში გამოცდილ კლასიკურ ვარიანტს, კაკაოთი და ყავით და დღეს ტირამისუს აკეთებაში დამეხმარება ვიჩენზის სავოიარდები და ვფიქრობ, რომ იდეალური ტანდემი იქნება ვირჯილიოს მასკარპონესი და ვიჩენზის ლეიდი ფინგერების ან სავოიარდების. ცხოვრება რომ არ გაგერთულოთ, ორივე ტირამისუს გამოვიყენებ ერთ და იგივე მასტერ კრემს, ანუ ერთ და იგივე ბაზას. და თან ამ ეპიზოდში მოგიყვებით პატარ-პატარა საკონკრეტო ხრიკებს, როგორ არ უნდა გაგვიფუჭდეს ტირამისუს კრემი და როგორ გამოვიდეს იდეალური და ასევე, რა თქმა უნდა, პატარა ფაქტებსაც მოგიყვებით ტირამისუსზე, როგორც მშობია. ამიტომ დრო აღარ დაკვარგოთ და დავიწყოთ. პირველ რიგში ჩამოთვალოთ ინგრედიენტები ტირამისუს კრემისთვის. 500 გრამი მასკარპონე, 5 ცალი კვერცხის გული, 200 გრამი შაქარი ან შაქრის პუდრი და დაახლოებით 180-დან 200 გრამამდე ნაღები. ეს არის პროპორციები, რომლის მიხედვით გაკეთებული ტირამისუ მე ძალიან მიყვარს. რადგანაც 10 ბებიას რომ მკითხოთ, 10-ვე სხვადასხვა იდეალური ტირამისუს რეცეპტს გვეტყოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პროპორციები ნაღების, შაქრის და მასკარპონესი ყოველთვის განსხვავდება. რაც უფრო მეტ ამოყვანილ ნაღებს ვუზავთ, უფრო ჰაეროვანი იქნება და უფრო ნაღების გემოზე იქნება და რაც უფრო ნაკლებ ნაღებს ვუზავთ და მეტ მასკარპონეს, უფრო კარგი, ასე ვთქვათ, მასკარპონეს სქელი ტექსტურის იქნება. ამიტომ გააჩნიათ თქვენ რა გიყვართ. მე მაგალითად არ მიყვარს ძალიან ჰაეროვანი, მაგრამ ტირამისუ ძალიან ჰაეროვანი უნდა იყოს. ამ რეცეპტით სიჰაეროვანისაც ვიღებთ და მასკარპონეს სიკრემონესაც კარგად ვინარჩუნებთ, მაგრამ თუ გიყვართ რომ იყოს უფრო მეტად ჰაეროვანი, შეგიძლიათ რომ როცა აიღებთ ხოლმე 500 გრამ მასკარპონეს, აიღოთ 250 გრამი ნაღები. და ეგ 70 თუ 100 გრამი ნაღები ძალიან ბევრს ცვლის. და კიდე ძალიან მარტივად თუ როგორ უნდა დაიმახსოვროთ ტირამისუს პროპორციები. 500 გრამი მასკარპონე, 5 ცალი კვერცხი. გავყოთ 2-ზე მაგის შაქარი და ნაღები. დავიწყოთ. 5 ცალი კვერცხის გული გავანცალკივოთ ცილისგან და ჩავუშვოთ ჯამში. დავუმატოთ 200 გრამი შაქრის პუდრი, ამოურიოთ ჯერ თავიდან რომ არ გაიფანტოს შაქარი და კარგად გავყოთ. ასევე ავიღოთ ადუღებული წყლით ჯამი, რომ გავაკეთოთ ბანმარი, ანუ ორთქლის აბაზანა და ამაზე ავთქვიფოთ ჩვენი კვერცხი. კვერცხი რომ ავა 70 გრადუსამდე და გათხრდება ესე და კარგად ამოფულდება, როგორც ვიდეოში ანაჩვენები, ანუ კვერცხი მზად არის. აი ეს უნდა ტოვებდეს კვალს ზედაპირზე ჩვენი კვერცხი. ორთქლის აბაზანის, ანუ ბანმარის მთელი მუღამი ის არის, რომ კვერცხი დააპასტერიზიროს, ანუ კვერცხი გახადოს უვნებელი. ასევე თუ ხმარობთ ჩვეულებრივ შაქარს, უფრო მარტივად გადნება თქვენი შაქარი კვერცხის გულში. იმიტომ რომ როცა ამ გოგლი მოგსაკეთებთ, იქამდე უნდა მივიყვანოთ შაქრის განვლები, რომ საერთოდ აღარ იგრძნობოდეს ამ კვერცხში. ეხლა ჩვენ რადგანაც ვიხმარეთ შაქრის პუდრი, ეს პროცესი ბევრად უფრო გავიმარტივებთ. ამიტომ ჩემი რჩევა ყოველთვის იქნება, რომ ვიხმაროთ შაქრის პუდრი, იმიტომ რომ ბევრად უფრო მარტივი არის ეს პროცესი. ეხლა კი გადავურიოთ მასკარპონე. ერთი რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მასკარპონეს გადარევისას გოგლი მუგლთან არის ის, რომ მასკარპონე აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურაზე. თუ იქნება ცივი და გოგლი მუგლი იქნება თბილი, ძალიან დიდი შანსია, რომ მასკარპონე აგეჭრათ. და თუ აგეჭრებათ, ჩათვალეთ, რომ გადასაგდებია თქვენი მასა. მასკარპონეს რო გახსნით და აი ეს სითხე ექნება შიგნით, აუცილებლად გადაღვარეთ. ეხლა კი ავთქვიფოთ ნაღები. რაც შეეხება ნაღებს, ნაღები აუცილებლად უნდა იყოს ცივი, რადგან ვერასდროს ვერ ამოვიყვანთ თუ ცივი არ არის. და რა თქმა უნდა, ნაღები უნდა იყოს 32%-ზე მეტი. ეხლა უნდა გადავურიოთ ამოყვანილი ნაღები და მასკარპონეს მასა ერთმანეთს და რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ გადაკეცვებით უნდა შევურიოთ. ესე ჩვენი კრემი უკვე მზად არის და სანამ გადავალთ აწყობაზე, მანამდე მოგიყვებით პატარა ისტორიას ტირამისუს შესახებ. ტირამისუ არც თუ ისე ძველი დესერტი არის. 1960-იან წლებში შეიქმნა. სიტყვა ტირამისუ ნიშნავს ამიმაღლე განწყობა. და ტირამისუ ყოველთვის დაკავშირებული იყო ენერგეტიკულ დესერტთან, რადგან მისი ყავის და შაქრის და კვერცხის შემცველობა დიდ ენერგიის მოზღვევებას იწევდა. ბევრს გონია ხოლმე, რომ ტირამისუ 100-წლოვანი დესერტი არის, მაგრამ სულ რაღაც 80 წელია რაც არსებობს. შეიძლება რომელიღაცის ბებიაც მის გაკეთებას შეესწრო. ეხლა რადგანაც უკვე მზად გვაქვს ჩვენი კრემი და ასევე მანამდე მოვამზადეთ ყავა. ეხლა ასევე გავაკეთოთ კენკრის ამოსავლები მასა, რომელიც არის ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი კენკრის მიქსი, 15 გრამი შაქარი. ეს უბრალოდ დავაბლენდრებ და სულ ეგ არის. ეხლა კი რაღაც დაგვრჩენია და უნდა ავაწყოთ ჩვენი ტირამისუ.
ეხლა გადავიდეთ ტირამისუს აწყობაზე და რა თქმა უნდა ტირამისუსთვის ვიხმარ მატილდ ვიჩენცეს სავოიარდებს, რომელიც 1905 წლიდან აწარმოებს სავოიარდებს და მათ 192 ფენიან ფენოვან ორცხობილებს. მათი უპირატესობა არის საოჯახო რეცეპტის ავთენტურობა და პრემიუმ ინგრედიენტები, რომელიც ნებისმიერ ტირამისუს გადააქცევს ხელოვნების ნიმუშად. და მათი შეძენა შეგიძლიათ ნიკორას სუპერმარკეტში. კლასიკური ტირამისუს ვიხმარ სავოიარდებს, ხოლო კენკრის ტირამისუს ვიხმარ იმ 192 ფენიან ფენოვან ორცხობილებს. ჯერ ავაწყოთ კენკრის ტირამისუ და ერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ სავოიარდების ამოვლებისას ის არის რომ მაქსიმუმ 2 წამი უნდა ამოავლოთ ის ყავაში ან ნებისმიერ სხვა მასაში რაც ზავლებთ, რადგან ძალიან მალე იწოვს ამ სითხეს. და მე ძალიან დაგილბება და ქვევით წყალს დაიტოვებს. ეხლა ეს ჩვენს კენკრის მასას არ ექვემდებარება, ეგრე ძალიან, რადგან ძალიან თხელი მასა არ არის, რადგან ბევრი წყალი არ აქვს. დავასხათ ესეც. ცოტა ზევიდანაც მოვასხათ ჩვენი კენკრა. ასე ვამოვალოთ კიდევ. ჯერ გავუშვით სავოიარდი, მერე კრემი, მერე ზევიდან ცოტა კენკრის მასა მოვასხით, მერე ისევ სავოიარდი ამოვლებული კენკრაში და ეხლა ისევ ჩვენი კრემი. და ზევიდანაც მოვასხოთ ჩვენი კრემი. კენკრის ტირამისუ მზად არის უკვე. ეხლა კი გავაკეთოთ ტრადიციული ტირამისუ. ჩავალოთ ეს მაქსიმუმ 2 წამი. არ არის აუცილებელი რომ ხელში დალბეს, თვითონ მე შიგნით დალბება კარგად. ამიტომ ბევრს მოდის ხოლმე ეგ შეცდომა რომ აი სანამ ხელში არ მოლბება, მანამდე აყვინთავებენ ყავაში. რაც არ არის სწორი. კი ბატონო, ეხლა დავადოთ ზევანად ჩვენი კრემი, ისევ სავოიარდები. ტრადიციულად 2 ფენაზე მეტი არ ჭირდება, მაგრამ თქვენ თუ გინდათ, შეგიძლიათ 3 და 4 და 5 ფენას გავუკეთოთ. ესე ჩვენი ტრადიციული ტირამისუ, ეხლა ეს კარგად უნდა გაცივდეს, როგორც კენკრის ტირამისუ, დაახლოებით 4-6 საათი, ანუ უმჯობესია მთელი ღამე, კარგად დაჯდეს და შემდეგ გატანისას და მირთმევის წინ უნდა მოვაყაროთ კაკაო. და რაც შეეხება წინა კენკრის ტირამისუს, ძალიან კარგად დააბალანსებს კენკრის სიმჟავე, მასკარპონეს ცხიმიანობას და ვფიქრობ ძალიან უნდა მოგეწონათ ისიც. კლასიკური რეცეპტი კი დროში და სივრცეში გამოცდილია, როგორც უკვე ვთქვი. დიდი მადლობა რომ მიყურეთ. იმედია მოგეწონათ და იმედია ისწავლეთ თუ როგორ უნდა გაკეთდეს ძალიან კარგი ტირამისუ და იდეალურთან მიახლოებული, იმიტომ რომ იდეალური ტირამისუ არ არსებობს, რადგან ყოველას ჩვენი იდეალური ტირამისუ გვაქვს ტვინში. თქვენ რამოდენიმე გაკეთების შემდეგ მიხვდებით თუ რომელია თქვენი საყვარელი და როგორია თქვენი საყვარელი და იმედია ეს ვიდეო იქნება იმის ბიძგი, რომ თქვენი საყვარელი ტირამისუ იპოვოთ და გააკეთოთ. და თუ აქამდე მოხვედით, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო. ერთად ავაშენოთ პატარა სუფრის კოძის პატარა კიბერსოფელი. Bye!